ბორჯომი არ გვასპონსორებს, მაგრამ მაინც ვსვამთ, იმიტომ რომ გემრიელია. Best country, Georgia! Let's go, man! Nostal Georgi Sartania Romeo 50 ცენტერაძე Fight Hop Podcast პირველი ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი. მოგესალმებით ყველას Spotify-ზე, Apple Podcast-ზე, YouTube-ზე. მადლობლები დავრჩებით თუ გამოყვებით და იქნებით ჩვენთან. დღეს ბრუნდება ადამიანი ბენო. ჩემპიონი გულით სულით. გაუმარჯოს რომი. მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. თქვენთან საუბარი ძალიან დიდი სიამოვნებაა. ძალიან მიხარია ყოველთვის, როდესაც ჩვენ ბიჭები ეგეთ რაღაცებს წერენ ან მეუბნებიან, მაგ დროს მახსენდება თუ რატო რეალური მიზეზი იმისა თუ რატო ვაკეთებთ ამას უკვე ამდენი წელია რა. ზუსტად ამის გამო, აი ამ ურთიერთობების გამო და რა თქმა უნდა სპორტისთვის. არა მარტო UFC-ისთვის და ესე შემდეგ, სპორტისთვის, სპორტსმენებისთვის. ჩვენი თავისთვისაც რა თქმა უნდა, მაგრამ გვიყვარს ეს სპორტი და გვინდა რომ უფრო და უფრო განვითარდეს ჩვენ ქვეყანაში, ჩვენს ხალხში ეს სპორტი, შეგნება ცოდნა ამ სპორტის და ესე შემდეგ და დაფასება მოჩხუბლის ზოგადად. Exactly, bro. დღეს არის 5 ივლისი, ამერიკაში არის 4 ივლისი და Happy Independence Day დამოუკიდებლობის დღე არის ამერიკაში ულოცავ ყველა. სპონსორი გამოვაჩინო და მე რა. Dream on, brother. და ანუ ზუსტად ერთი კვირის წინ თითქმის გამოდის რომ ბენომ იბრძოლა 5 რაუნდიანი ომი ოქტაგონში ჯულგას ჯუმაგულოვთან რა. აი დღეს ახლა რო უყურებ სახეში რაღაც ფილტერი აქვს ჩართული თუ გონია რომ ამ კაცმა 5 რაუნდიანი ომი გამოიარა. ნუ სახეზე დიდად არაფერი, აი პატარა ჩაურჯებები კი მქონდა თვალები, მაგრამ გაიარა. ესე არაფერი რა. დიდი დარტყმები არ გამიტარებია. რაღაცა და თან ტვინის შერყევა რაღაც ეგეთი მქონდა და გაჭრილობა სახეზე. ერთი მუხლებზე მაქვს პრობლემა და მუხლები ამტკივდა ზოგადად ჩხუბის დროს. ნუ ჩხუბამდეც ფაით კემპშიც ვიტკინე მუხლი. წინა ისი იოგი არ მაქვს მუხლში რა. ACL-ი. გაგლეჯილი მაქვს და მოკლედ ეგ მიშლის ხელს ხოლმე და ორი კვირით ადრე ჩხუბამდე ვიტკინე. ნუ მაგრამ ეს მიზეზი არ ყოფილა ეხა შედეგის მიზეზი, რაც შედეგი დადგა, ეგ მიზეზი არ იყო, მაგრამ ნუ მაინც ტრამვირებული ვიყავი ოდნავ. და ეგ არის ოპერაცია არის გასაკეთებელი usually რომი ანუ ACL ეხლა სანამ ვიჩხუბებდი, ნუ მე მომზადება ხო ავსტრიაში გავიარე, სანამ ავსტრიაში წავიდოდი, მანამდე გადავიღე MRI და ეს ყველაფერი არის 8 წლის წინანდელი ტრავმა. 8 წლის წინ ნუ იმის შესაძლებლობებიც არ იყო რომ MRI გადამეღო და ნუ მოკლედ რომ მიმეხადა ამ ტრავმისთვის და ესე თავისით შეხორცდა და მაინც თავისით გაიარა. იოგი მაქვს გაგლეჯილი, მენისკი არ მაქვს და ართრიტია დაწყებული მარჯვენა მუხლში. მოკლედ რთული სიტუაციაა მარჯვენა მუხლში, წესით ოპერაცია სჭირდება. უბრალოდ ოპერაციის შემდეგ აღდგენას უნდა 9 წელიწადი. ნუ მერე მომზადება და ისევ ბრძოლა, სავარაუდოდ 1 წელი გაიწელება და ამიტომ ვცდილობ რომ არ გავიკეთო ეს ოპერაცია, სანამ უკეთეს ორგანიზაციაში არ გადავალ. ხო და ვფიქრობ რა ექიმთანაც კონსულტაციას გავიარე და მოკლედ ჯერ თერაპიები და ვარჯიშებით შეიძლება რომ ეს კონდიცია რაც მაქვს ეხლა და შენარჩუნებული შევინარჩუნო. ნუ მაგრამ მომავალისთვის აუცილებლად იქნება ოპერაცია გასაკეთებული. აი ზუსტად ეგეთი რაღაცები ხშირია ზოგადად კი იცი შენ ბენო სპორტში ბიჭებს ბევრს აქვს ეგეთი პრობლემები რაღაც ზოგს ტრაუმა აწუხებს ზოგს ტრაუმა სხვა მიზეზების გამო ვერ ჩერდებიან რომ გაიკეთონ, იმიტომ რომ მე ამას დრო მიაქვს
დროფულია ფული ისედაც არა ამ სპორტში, სანამ UFC-ში არ მოხვდები, მე იქაც სათულო ფულში შოვი თუ არა და მოკლედ ძალიან რთული სპორტია რა და ზუსტად ამიტომ უხსნი ხალხს ამდენს ერთი და იგივეს რო ჩავჩეჩინებ ყოველთვის, რომ როგორ უნდა შეხედონ ამ ყველაფერს და თუნდაც იგივე ახლა 25 წუთი იჭხუბე ერთი კვირის წინ და აბა რამდენ შეუძლია 25 წუთი გაატაროს ოქტაგონში და მე როგორი ანუ მოჩხუბრის ცხოვრებას რო დავანახებ და რამხელა მზადება მიდის და რამხელა შრომა იდება ამაში ნებისმიერ ლეველზე გამიგე ზუსტად ამის დაფასებას ვცდილობ რომ ვასწავლო ქართულ მსმენელს რა და ვინც გვიყურებს სისტემატიურად ხო რეალურად ამას ხვდება და მაგიტო გვიყურებს რა იმიტომ არ გვიყურებს ჩვენ ხალხი რომ მარტო რაღაც ოქროები ვისაც აქვს რა თქმა უნდა ისინი ჩვენები არიან და ყველას ერთად გულშემატკივრობთ მაგრამ ზუსტად ეგ არის თავი რომ ყველას ერთად უნდა დაუდგეთ გვერდში ერთმანეთს ძალიან გეტყვი რა ძალიან ძალიან გულგატეხილი ვარ ჯერ ბიძინას და მე შენი წაგებით რა ვიცი ხდება ეგეთი რა თქმა უნდა სპორტის ნაწილია ესეც და ხდება ეგრე მაგრამ ანუ თან ისეთი პერიოდი დაემთხვა ჩემ ცხოვრებაშიც რომ აი ყველაფერი ერთმანეთს დაემატა და ლამის დეპრესიაში ჩავარდი ამდენი წაგებებით ბოლო ეს აი ბოლო კვირები მაგრამ რა ვიცი მე მჯერა მე რომ მივხვდა უკეთესი რომ დრო აი გიორგი შეხედეო რა დროს დეპრესია არისო და იუმორი ხო დაუბრუნდა და მე ამას რო შევხედე გამაგზელები მე და მივხვდი რომ ჩემი საქმე არც ხო ის რა უნდა ყოფილა გაიგე დღეს მინდა რომ იყოს ხალისიანი პოდკასტი რა ყოველთვის არის პოზიტიური ენერგია კი ჩემს ბატონო გულში რა და ბენო შენ ხარ რა ვიცი ყველაზე დიდგულიანი ადამიანი მე ვისაც ვიცნობ რა გაიხარე გიორგი მადლობა ყველაზე პატრიოტი ყველაზე თანამედროვე ოღონდ რაღაცების გარეშე ხო აზეხა რა ანუ თანამედროვე ანუ ისეთი გაგებით რა კაცური გაგებით რა მაინც ხო რა თქმა უნდა კი მესმის და ბენო რა სანამ გადავალთ უფრო რაღაც ლაით თემებზე ან სხვა თემებზე მაგრამ აინტერესებს და ეხა შენ დაგითმობ მიკროფონს რა და მთლიანად გაგავსებთ ეკრანში თუ შეგიძლია რომ მოყვე ანუ აი რას სირთულე გამოიარე რატომ გადაწყდა ისე რომ შენ ტიტულს ვეღარ იღებდი და რატომ მქონდა ესეთი ცუდი კლება წონის და ერთსაც დავამატებ მომავალში იქნები თუ არა კიდე flyweight-ში და ბაზარი არ არის შიგადაში კიდე კითხვებს შეგეკითხებით მე და რომი ნო თავიდანვე რომ დავიწყოთ ახლა მომზადება ავსტრიაში გავიარე იქ ახლა ნუ ჩემი თვიკლებ ხოლმე წონას რა აი წყლის მით ვიკლებ წონას და ეს წყლის მით დაკლებული წონა მოგდა რაღაც შეცდომები დაუშვი რა ძალიან დიდ ხანს სვამდი წყალს დიდ ხანს ვსვამდი და იმდენად საკმარის რაოდენობას ავსვამდი რამდენიც უნდა დამელია ну შემდეგ ეს უკვე რო ჩაიარა წონის ყველა მე უკვე გავარკვიე და ну შემდეგ ისთვის უკვე სხვანაირად დავიკლებ დამაკლდა დაახლოებით არა 900 გრამი დამაკლდა რომ საჩემპიონო წონა ჩამიბარებინა რა შემიძლია რომ დავაბარავო ну იმას რომ არასწორად მივყევი წონის კლებას მწვრთნელს არ დაუჯერე როგორ უნდა გამეკეთებინა მწვრთნელმა არც აქტიურა იდეაში რომ წონის კლებაში დამხმარებოდა ანუ წინა წონის კლების იმიტომ რომ პირველად მავარჯიშებდა ეხლა და არ იცოდა თუ მე როგორ ვიკლებ ზოგადად აქამდე ორჯერ დავიკელებ flyweight-ში და პრობლემა არ მქონია ნუ კი ბოლო გრამები რა თქმა უნდა ჭირს მაგრამ ასე თუ ისე პრობლემა არ მქონია და მაინც ჩავაბარი წონა და ისე მინდოდა რომ დამეკლო ამიტომ დიდად არ ჩართულა ჩემი მწვრთნელი წონის კლებაში და მოკლედ რა ხო ნუ წონა ვერ დავიკელი ტიტული ჩამომართვეს იმის გამო რომ საჩემპიონო წონა ვერ ჩავაბარე სავარაუდოდ შედეგის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო რომ საჯებმა რა ვიცი რაღაცა უცნაური გადაწყვეტილებები მიიღეს რაუნდებში რომ არ მომცეს რაუნდები არც ერთი რაუნდი თან ბენო შენი აზრით მესამე და მეხუთე რაუნდი შენი იყო უეჭველი თუ რომელ რაუნდებზე იძახე იმიტომ რომ მაგათ აქვთ open scoring ხო
ოფენს ქორი აქვს და ოფენს ქორზე უყურებდი. ნუ პირველ რაუნდი კი დავთმე, გეგმაშიც ეგ ქონა რომ დამეთმო, იმიტომ რომ უნდა მენახნო, დათმობა მთლად არ მქონია გეგმაში. მქონდა გეგმაში რომ წყნარად მივყოლოდი შემესწავლა მოწინააღმდეგე. პირველ რაუნდი ეგრე ჩავატარე, მეორე რაუნდიდან უკვე მოუმატე და ვფიქრობ რომ მასზე მეტი გავაკეთე. მას ჰქონდა თითო დარტყმები, ნუ კი ძლიერი დარტყმები ჰქონდა, მაგრამ ზოგი მცდებოდა, ზოგიც ბლოკში მხვდებოდა. ჩემი დარტყმა უფრო clean იყო რა, ანუ გაუტარე სუფთა. რამოდენიმე მმ. დარტყმა, ხო, სუფთა დარტყმები გაუტარე. მეორე, მესამე, მეოთხე რაუნდსაც ვიგებდი დასაწყისით და ბოლოს უბრალოდ ერთი დარტყმა გავატარე ბექფისტი. მწვრთნელობა დავკარგე, კი მუხლი დავდე და შეიძლება ეგ ჩაითვალათ ნოკდაუნად, ნუ არ იყო ნოკდაუნი, წყობში ვიყავი თავიდან ბოლომდე, მაგრამ მმ. შეიძლება მაგის გამო მეოთხე რაუნდი მიეცათ ჟუმაგულოვისთვის, მაგრამ მეხუთე რაუნდიც გადავუარე. უბრალოდ არც მესამე, არც მეორე, არც მეხუთე რომ საჯებმა არ მომცეს, რომელიც აშკარად მოვიგე. ეს იმას ნიშნავს, რომ თავიდანვე იყო დაწერილი სკორკარდი თუ ვის უნდა ბენო, მოიგო რა. ანუ ხუთი რაუნდი მე მანდ არ წამიგია. არ ბაზარი არ არსებობს. არის ბენო, მაგრამ შენი აზრით, ანუ ეს ბოლო გადაწყვეტილება შენი აზრით იყო, რომ მოიგე თუ მიეცი ეს ბრძოლა რა, შენი აზრით რა. ჩე ნუ ჩემი აზრით და ზოგადად ეხა ხალხსაც ვისაც ვეკითხები ვინც უყურა ბრძოლას თუ არ უყურა უგზავნი ბრძოლას და ნუ ობიექტურად რო შეაფასონ რა სულ რო დაივიწყონ რომ ჩემი ნაცნობია მეგობარია მთლიანად რო დაივიწყონ უბრალოდ ობიექტურად რო შეაფასონ ჩემი ბრძოლა ყველამ რა ვიცი ჯერ არ ყოფილა ესეთი ვინმე რომ ეთქვა რომ წააგე ეს ბრძოლა თან 5-0 ანუ მაგარი ახლო ბრძოლა იყო ხო მაგაზე და მაგა. რავი თქვენს თუ მეტყვით აი თუ უყურეთ ბრძოლას ობიექტურად მე მივიღებ კრიტიკასაც მივიღებ ყველანაირად საერთოდ დაივიწყოთ რომ მიცნობ ჩათვალეთ რომ ჟუმაგულოვის კემპში იყავით და ჟუმაგულოს შემატკირავდით უბრალოდ მართლა მაინტერესებს რა როგორ თქვენი აზრიც მაინტერესებს რა ჩულთან დაკავშირებთ, რომ მომავალში რა ვიცი, აი რომ შევცვალო რაღაცები კი არის ოკეი. ძალიან ბევრი რამ მაქვს შესასვლელი, ძალიან ნელა ვიწყებ და ბოლოში ვუმატებ. და პირიქით უნდა გავაკეთო. ახლა პირიქით რა, თავიდანვე კარგად უნდა დავიწყო და უნდა შევინარჩუნო. კარგად დაწყო. ნუ რაუნდებზე უფრო უნდა ვიმუშაო. თუ გაუგზავნე მეგობრებს, მაო ჩვენს გამოგვიგზავნე ბრძოლა რა, იმიტომ რომ მე ვარ ჩინეთში, ოქტაგონის აპი ისა მაქვს ტელეფონში და ვერ გადავიხადე რა. აქედან არ გავიდა. არა და ძალიან იაფი აჰა. იყო რა, რაღაც მგონი 2 თუ ჩინური 3 евро იყო რა. რომი შენც ხო გამოგიგზავნე რა. და და ბოლოს გაჩნდა მომიწია ბენო, ბოლოს მომიწია YouTube-ზე უყურე ერთ ადამიანს, შენახული მაქვს მისი სახელი, სკრინშოტი, ვინც უყურებდა ამ ბრძოლას რა. იმიტომ რომ აა ხო, ვერ უყურებ ბრძოლას და მეთქი ბოლოს და ბოლოს მაინც უყურებ, ვინც უყურებს, რომ რაღაც გავიგო რა ხდება რა. ანუ I'm that hardcore bro. და უბრალოდ რა გამიკვირდა, იცი? რომ საერთოდ ვერ გავიგე მისგან პირში გამოსული, რომ ყოფილიყო რაღაც ტეიქდაუნები, ტეიქდაუნ ეთემთები. ჭიდაობა საერთოდ არ იყო ამ ბრძოლაში. არა, საერთოდ არ იყო ჭიდაობა, თვითონ ეცადა რომ რაუნდის ბოლოებში გადავეყვანე, ნუ ვერ გადამიყვანა, რა დაახლოებით სამჯერ თუ ორჯერ ეცადა ჩემ ტეიქდაუნს, ნუ მაგრამ ვერც ერთხელ ვერ გადამიყვანა. და- მე თვითონ მ, გეგმაში არ მქონდა რომ გადამეყვანა და მეჭიდავა მასთან. ტეიქდაუნ დეფენსები კარგი აქვს და ასე თუ ისე რაღაც საბიშენებსაც წააკეთებს. უფრო მეტად მისი მოგებები ხდება თუ იგებს ხდება გრაუნდზე, ანუ გადაიყვანს და გრაუნდიდან აუე აღარ აყენებს და მიდის გრაუნდ ენდ ფაუნდი. ოკეი. მე რომ ზონის კლებაში ვინ გეხმარებოდა თუ ტრენერი არა. აა ნახეთ ავსტრიაში ვინც ყავდა მე მწვრთნელი ის არ მეხმარებოდა. მათეი იყო მან სანიკიძე და ნიკო აა სამსონიძე. აა ნუ მათი უკვე ბოლო მარჯვენა. დღეს რა, ბოლო დღეს უკვე ხუთშაბათ საღამოს ისინი მეხმარებოდნენ კი. No, აა ბოლო დღე უკვე ძალიან doesn't ცუდად count, bro. გავხდი. ბოლო დღე doesn't ხო, count. ხო რა. ალბათ, ძალიან ცუდად გავხდი ბოლო დღეს, უკვე დამიბუჟდა მთლიანი სხეული, საუნაშიც ვერ ვგრძნობდი რომ საუნაში ვიყავი, აზრი არ ქონდა. ვიწექი სადღაცას ცხელოდა კი, მაგას გრძნობდი, მაგრამ
საერთოდ შეგრძნების ეს დაკარგული მქონდა და მე უკვე ოფიციალურ აწონების დრო რომ მოვიდა, ავიწონეთ და შემდეგ გაგვეგრძელებინა წონის კლება, ნუ მე იდეაში ვერ შევძლებდი. ნო, თვალწინ ოფლი აღარ მოგდიოდა, ხო? ხო, ოფრიც აღარ მომდიოდა და იქიმაც შეაჩერა რა. არაო. ნუ ვერ ვიჩხუბებდი რა, მ, მე ის ხო. 900 გრამი რო დამეკლო, ვეღარ ბიჭო, ვიჩხუბ. რამე დამოკიდებულებაში, ანუ მე ხარ რა თქმა უნდა არის სიამოვნებოდათ ორგანიზატორებს ჩემპიონმა როგორ ჩააბარა წონა, მაგრამ რამე იგრძენი ისეთი თვითონ კი, პრომოუშენი კი, რა. როგორ არა. ანუ როცა ჩემპიონი ხარ და თან წონას ვერ აბარებ, უკვე სხვანაირად ჩანს და სავარაუდოდ ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საჯები უფრო იხრებოდნენ ჯუმაგულოვისკენ ვიდრე ჩემსკენ. თან კაცი რომელიც UFC-დან მოდის, მაგრამ მე რა ხო, მაინტერესებს თან იცი? ბევრი გამომწერი ყავს, თან მ, პოპულარულია, ყაზახები ძალიან ბევრნი არიან და პრიჩოსკა რამე მაგათ ხო ეძახა. ბაზარზე უფრო გაიყიდება ოქტაგონი ვიდრე ხა საქართველოს პრიჩოსკა, ბაზარზე და ცხენები, პრიჩოსკა და რავი. მაგრამ ბენო რა მაინტერესებს იცი? ანუ ესეთი თურლი weight cut-ის შემდეგ რა, წონის კლების შემდეგ შიგნით რო შეხვედი, რამდენად რამდენად გამოაკლო შენ თუ გამოაკლო თუ არა თუ შეგნით რომ შეხვედი უკვე ის კლების ზიანი და ის ტანჯვა უკვე დავიწყებული იყო ორგანიზმში თუ მაინც გამოყვა და რაღაცნაირად მოგაკლო ნუ როცა გალიაში სტრესი შეხვედი ხო ორგანის სტრესი მაინც დარჩებოდა ასე თუ ისე მე დიდად ვერ ვიგრძენი ეს სტრესი 5 რაუნდი ბრძოლის საერთოდ არ ვიყავი დაღლილი რა ანუ ის დაღლა რაც 5 რაუნდის მერე უნდა იგრძნო კაცმა ეგ დაღლა არ ქონია ჩვეულებრივ კიდე შემეძლო 1 2 3 რაუნდი გადამება არა არა ეს წონის კლების აღვიდგინე დაახლოებით 11 კილო მოვიმატე მაო აა ხო 11 კილო მაო მოვიმატე და ნუ კარგად ვიყავი რა ბრძოლის დღეს კარგად ვიყავი ეს მიზეზი არ ყოფილა რომ რაღაცით ვერ არა ესე ასე თუ ისე მაინც სტრესი არის ორგანიზმისთვის მაგრამ რაღაც დიდი და განსაკუთრებული არა როგორც ყოველთვის ისე ბიჭო უახლოესი გეგმები რა არის, ვენო? აი მუხს მოვირჩენ და წლის ბოლოს სავარაუდოდ ისევ დავბრუნდები სავარაუდოდ არა წლის ბოლოს ო, აუცილებლად უჩვენე. დავბრუნდები თუ რამე ტრამვები არ მქონდა ბიჭო და მათესკენ ხო არა რამე სიახლე, ბოდიშკი. კი, კი, მათეც იბრძოლებს როდის სექტემბერში, არა, ნუ ამ ზაფხულის ბოლოს იბრძოლებს უკვე ბიჭო რომი ოქტომბერში. მე მაინტერესებს ანუ ბენო ეხა ავა ხო, მათე მანქან მოიმატა წონა და ფეზერვეიტში ავიდა. მათე შავრა გასაგებია. მათე შავრა კი, მათე კი. ბანტამ ვეითიდან ავიდა ფედერვეიტში ხო? კი, კი, ანუ მათესთვის გეგუთით წონის კლება ძალიან ძალიან რთულია და და ბენო შენზე მოგვაინტერესებს რა ანუ შენ რას აპირებ ეხა ეგონია რომ დაიცვა flyweight-ის წონას მოახერხებ თუ მართლა აპირებ იმიტომ რომ გვერდი-გვერდზე შენ ბევრად უფრო დიდი იყავი ჯუმაგულოვზე რა მ, ხო ეგრე არის ხო, კი, კი. ხო აბა დავიკლებ ისე flyweight-ში უბრალოდ სწორად დავიკლებ და რომ ცოდნე ხალხს დაუჯერე, მარტო ჩემით არ დავიკლებ. და რამდენი ხანია flyweight-ში ბრძოლობ ხო ესეთი რაღაცა ერთი ორი მესამე ბრძოლა იყო ეს ჩემთვის flyweight-ში. მ, აა ნუ ხო მესამე ბრძოლა იყო. ერთი ჩავატარე, ისიც flyweight-ი მიწერია, უბრალოდ ის flyweight-ი catchweight-ად გავაკეთეთ 59-ები მ, ჩავაბარეთ და მის შემდეგ უკვე ორი ბრძოლა, ერთი ბრძოლა ჩავაბარე ჩვეულებრივ flyweight-ის ბრძოლა 57 და 200 დანარჩენი 56 და 700 ერთი ბრძოლა საჩემპიონო ბრძოლა ეგეც ჩავაბარე. ანუ მაინც flyweight-ში ვნახავთ ბენოს ხო კი, პირადი გეგმა კი, კი. ბენთამვეით ჩემთვის ძალიან ძალიან დიდია. ნუ 1-2 კილო კუნთის მასა რომ მოვიმატო, შეიძლება ბენთამვეითში ასვლა უბრალოდ 2 კილო კუნთის მასის მომატება ეს ძალიან რთული ამბავია. ერთ წელი გაიწელება ალბათ სავარაუდოდ ეს 2 კილო რომ მოვიმატო კუნთის მასა. ისე 79-70 ვატარებ ხოლმე წონას და 70 კილოგრამი ბენთამოითისთვის ცოტა არა. ო, არა, უკვე ფიზიონომია ზოგადად სპორტში ისიქთკენ მიდის ყოველ წლიდან წლამდე თითქოს ამა თუ იმ წონით კატეგორიაში უფრო და უფრო იზრდება ზომა ათლეტების რა. ხო, აი,
80-დან ikლებენ, 75-16-დან ikლებენ bantamweight-ში და ავიცი. აა აი ხა რანერად ikლებენ არ მაგალითად ვიცი. ილიას 150-ში ასვლაზე რო საუბრობენ, ერთი 15-17 წლის წინ ეგ ნორმალური ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა ილიას გაბარიტების მებრძოლისთვის მაგწონაშია 77 კილოგრამში ბრძოლა, მაგრამ დღეს უკვე აა, ჩემი გადმოსახედიდან სრულიად მე აბსოლუტად მიმაჩნია ეგ და იმიტომ რომ ზოგადად მებრძოლების გაბარიტებმა მოიმატა ყველა წონით კატეგორიაში რა. აა კი ეგრეა. Three, two, one, zero, and liftoff. ბენო, შენ და ილია მიგივე დღეს იბრძოლეთ რა და მე ვიცი რომ მაინც შენ არ გამაზავდი და უყურე ხო ილიას ბრძოლას. კი, თითქმის ვიჯექი და აი რა წუთი წუთზე უნდა აფრენილიყო და კიდე კაი ეგრევე დაამთავრა თორე. აჰა. რომ დავფრინდებოდის ვერი გავიგებდით შედეგი. რომელიც მაგრამ იყო გიდგით. რომელი ავიახაზია იყო? Turkish Airlines. არა ძმაო, Megrelian Airways. და მანამდე უყურე კიდე შენ პანტოჟა იყო მანამდე. ანუ შენ არა, მიყურებია ანუ სასტუმროში მოახერხე ბოლო. ვიყავით და ანუ ილიას გამოვდიოდით უყურე. და კი ილიას ბრძოლას ვუყურებ მხოლოდ. ესე შედეგები მე ვნახე. პატაშორის პანტოჟას აი შენ ზონაში ხო პანტოჟას და ჯოშ პანტოჟას ჩხუბზე არა მაგის წინ რო იყო ჯოშ ვენის და ჯოშოვანი ბრენდონ როივალის როივალი, ხო? ხო გამაუცა მაგ ჩხუბმა იმაზე უკეთესად იჩხუბა როივალმა ვიდრე ველოდებოდი ვიდრე მიხედავს რომ წააგო შეიძლება მაგ ჩხუბის მოგება უბრალოდ რატო შეცვალა გეგმა ბოლო რაუნდში ვერ ხვდები ჯოშუა ვენისგან უფრო მეც ველოდი მიხედავს რომ მოიგო არ ვარ თლად ისეთი მაყოფილი როგორც მეგონა რომ იქნებოდი რა და ეხლა ჯოშუა ვენი უნდა აჩხუბონ პანტოჟას ეხლა ვიცი რომ ეს ჩვენს ფენელს არ აინტერესებს მანდა მაინც მაგრამ მე მგონია რომ პანტოჟა შეჭამს ჯოშუა ვენს ხო, შენ მორიგი სამი შენით მოგება იქნება პანტოჟას მხრიდან. არა მგონია თან ვენი ახლა უფრო სტრაიკერია დგომში ბრძოლობს. მაგის ჭიდაობა. ხო, ისე რას 67-ზე კაი ბრძოლები იყო. კი სხვათა შორის კაი კარდი იყო მთლიანად მომეწონა ძალიან უბრალოდ ძალიან ის ვიყავი რა ქვია თან გადაღლილი ვიყავი მორალურად რა ყველაფრისგან და ისეთი შეღუნება ვერ მივიღე, ვერც აღნიშვნაში მივიღე მთლად დიდი მონაწილეობა მთელი საქართველოსთან ყველა ქართველები ვინც უყურებენ UFC-ს ყველა გახარებული იყო ყველაზე ხარ და ჯერ ჩემი პირადი რაღაცები მაიქონია გავლენა ყველაფერზე ხო, ზოგადად რაც ყველაზე ხარ კი. მე მე კიდე წაგებებმაც ხა მე როგორც თქვა თოფურიას და მოგება მიხარია და წაგება მეწყინებოდა ისე აღვიქვამ ყველა დანარჩენი იმიტომ რომ ვინც არ ხართ ბიჭები გარეთ ხვალ ზეგ თქვენ უნდა იყოთ იქ ხო სადაც ეგენი არიან და ეგ უნდა იყოს მიზანი და ესა ხო ყველაფერი ანუ აბა ისე რაღაც ჯერ ერთი კაცი ხო არაა და ორი კაცი მთელი ქვეყანა და მთელი სპორტი ხო ყველა ერთად ყველას ხო. წარმატება უნდა გვინდოდეს და ყველამ რაღაცა უნდა გვასახელოს და რო წააგე წინა ჯერ ბიზნამ რო წააგო მაგან დამტვრუნა მე 1000 რაღაცეები მოხდა მე პიდე ლაშხიამ წააგო არ მიყურებია ლაშხიას ბრძოლაზე, არ მინახია. ხო ნუ წავაგეთ ეგ ჩხუბის წავაგეთ იქაც არ იყო თად იდეალურად ყველაფერი რაღაცეებით უკმაყოფილო ვიყავი მთელი არა მარტო მე და მესმის რა თქმა უნდა გვესმის ყველანაირად რომ სპორტის ნაწილია ეს მაგრამ უბრალოდ მე იმას ვიცი ჩემი პოინტი ის არის რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ეს ბრძოლებიც ჩემთვის როგორც პირველ რიგში გულშემატკივრისთვის ვიდრე სხვა დანარჩენ თუნდაც UFC-ს ჩხუბები და ესე შემდეგ რა მაგრამ
მაგრამ მაგარი ჩხუბი მოიგო ძალიან ილიამ, ძალიან მაგარ სტილში, როგორც ჩვევია ხოლმე, თავის სტილში, აი თავის სტილი აქვს უკვე ჩამოყალიბებული, რო გამოდის საჩხუბრად, დაახლოებით იცი როგორ მანერით მოიგებს ჩხუბს და რაღაცა მასე სპექტაკლს ელოდება უკვე ხალხი რა და ქართველებს ილიას სახით, ქართველებს და ნუ ესპანეთსაც, რა თქმა უნდა, ესპანეთი არ უნდა გამოგჩეს. ყავს სოფლიო დონის მებრძოლი და ასევე ვარსკვლავი. უკვე ვარსკვლავია ილია თოფურია რა. და თვითონ ბრძოლა თუ ნახე, თუ გადაავლე მეორედ მესამე თვალი და რას ფიქრობ, გაგვიზიარე შენი აზრი რა. რავი, ილია ლეგენდა, რა ვიცი, ტექნიკურადაც ძალიან გამართულად იბრძოლა, მაგრამ აი ოლივეირას ვერ გავიგე, რატო წავიდა ესე პირდაპირ თან იცოდა რა ვიცი, აი ყველაფერი იცოდა რაც მოვიდო და ოლივეირას უწავიდო და ისე როგორ წავიდა. მ არ შეიძლება რომ არ ცოდნოდა ეხა თან მაგის ფაით ხო, კემპის ეტყოდნენ. ხო, ალბათ ვაბანკზე წავიდა თუ რამე და მოვარტყი თუ არა. თან ერთი იდაყვი გავუვიდა, ხო, რამოდენიმე ერთი დარტყმა გავუვიდა, ხო, ხო და სავარაუდოდ ჭიდაობის არევაც უნდოდა, აჰა, მაგრამ რავი, თოფურიას ბექგრაუნდმა მაინც ბერძნულ რომაულმა ჭიდაობა მაინც აჯობა რა. ხო. და მაინც ბაუნდზე დარჩა. ეგ ის ძალიან იდაყვი ერთი მაგარი რო რივერს იყო გაუტარა, არა რომი? რა იყო? ანუ პირველ ტეიქდაუნზე რო ჩავიდა და ხო, სანამ დაეცემოდა რომ შემოტრიალა რა ჰიპზე რა და ხო, ზემოთ რო სვიპი მან იყო. გაუკეთა ეგრე. მან შეცდომა დაუშვა თო მან რა ქვია ოლივერამ რა. ნუ თენგო მიძახის აა თენგო მისხრა მგონი არ მახსოვს ვინ მისხრა ვიღაცა მისხრა მგონი არა არაფერი შეცდომა არ დაუშვეო, მაგრამ აშკარად დაუშვა შეცდომა იქ ნუ აშკარა იყო ის რომ გადმო ოლივერას უნდოდა რომ მაუნდზე ყოფილიყო ხო და თოფურე დაბლა ყოფილიყო, მაგრამ ეს არ გამოვიდა. შემდეგ უკვე მოუწია რომ გარდი შეეკრა და გარდიდან ეჩალიჩა უკვე საბმიშენზე. ბიჭო რა ანუ პონტი ეცი ეხლა კატარო აწიო ჰაერში და ისროლო რა ზურგით ხო, მაინც ხო ფეხზე დაეცემა აი ილია თოფურიამ ბოლოს ისე შემოატრიალა რა თავის how to say hips bro ეძოები. ხო ხო, თეძოები ბენჯები. შემოატრიალა ზემოთ იყო და მე პირიქით გადავიდა ესა თვითონ attempts man from top man ჩემი რუსეთის აზრით ცდელობა. ჩემი ცდელობა აზრით აი იმ ზიდაყო პირველი რაც გაარტყა ილიას, აი მაგას გაეკიდა მაგას მე ისე უნდა და ცდილობდა უბრალოდ გადაეკეტასავით, უკვე აღარ ფიქრობდა იმას, რომ ილიამ უკვე სხვანაირად მოძრაობდა, იქით აღარ მოძრაობდა იმ დარტყმის დროს, სადაც აიტანას მიდიოდა და უკვე ეგენი ვეღარ დაინახა რაღაცნაირად. არა და ის ფრონტ კიკები რომ დაიწყო თავიდან, ჩალზმა ეგ ეფექტური იყო. აი პრობლემა იქნებოდა რომ გაეგზელებინა რა. ის დარტყმას რა თქმა უნდა რაც მიაყენა, ეგეც შეცდომის შედეგად მოხდა და ეგეც პრობლემა იყო, მაგრამ მე თვითონ შეიქმნა პრობლემები. მე ხელსაყრელი პოზიციაში ყავდა ილია, შეცვალა ტაქტიკა, მე აღარ გადააწყო, კვანტი არასწორი მხრიდან დაუდო. ამით რა თქმა უნდა ილიას ტონის მეჩხუბარი ყოველთვის ორმაგად და სამაგად ისარგებლებს და გაზღვევინებს. სხვათა შორის ძალიან შთამბეჭდავად გასცა ილია მაგის გარდს. აი იყო ყველაზე შთამბეჭდავი ჩემთვის ამ ჯგუფში. ანუ ილიას ის დარტყმის ძალა ხელის უკვე როგორ ვიცოდით. დაუბლოკა და როგორ ხო, გადავიდა საიდზე ძალიან მაგარი იყო კი. თან ეტყობა აი რომ ლეველია გრაუნდზე. რეალით გადავიდა რა, ანაკონდასავით რა. და ხო, დანარჩენი უკვე, რავი, მე როგორ დავინახე და თქვი კიდევაც ვიდეოში ცალკე ყველა ჯებზე ჩალსი პასუხობდა მარჯვენა იდაყვი, აპერკოტი ან მარჯვენა სწორი. მარჯვენა მხრიდან მოდიოდა არანაირი მარცხენა ხელი რეალურად წესიერად ანუ არ გამოუყენებია არც ჯებისთვის, არც ლიდ ჰუკისთვის. ყველა ილიას ჯებზე რეაქცია იყო ერთი და იგივე ჩალსისგან. მოდიოდა რაღაცა მარჯვენა მხრიდან. და ხო, ორჯერ, მარჯვენას სამჯერ რო უწყალდა მარცხენა ხელს დაბლაწევდა და კაკრას მაგ დროს უკვე დაახვედრა მარჯვენა ქროსი, მარცხენა ჰუკი. ხო, და მაგრამ პირველად დააკვირდი პირველადაც გააკეთა იგივე, უბრალოდ ისე კარგად ვერ კი ჩაჭდა კი დარტყმა. კი ხო, და უკვე იგივე შემდეგზე კომბინაცია უკვე ჯები ტანში, ჯები თავში და უკვე ცდილობდა ოლივეირა რომ დაერტყა მარჯვენათი, მარცხენა ხელი ჩამოუშვა მარჯვენა
მის დარტყმას ცდილობდა, მაგ დროს უკვე სისწრაფით თოფურიამ დაასწრო და სისწრაფთზე უფრო მეტად მე ვიტყოდი, ანუ მე როგორც დავინახე, უბრალოდ ილიამ უკვე იცოდა, რომ ყველა ჯების მერე ის გამოუშვებდა რაღაცას მარჯვენა მხრიდან. აქეთ, ანუ ხო ედგა მოწინავდა, აქეთ მხრიდან მოდიოდა მხოლოდ ხიფათი. ეს მხარე ფაქტურად არაფერს არ აკეთებდა რა, მაგის მოწინააღმდეგეს. და უკვე ელოდებოდა უბრალოდ დაბლოკა, გადავიდა და მაგრა წაიკითხა რა, აშკარაა რომ ილიას შეუძლია შუა ბრძოლაში თან მოკლე დროში ადაპტაცია, გადაწყობა და რაღაცები პატარა იმების შეცვლა რა, დეტალების და რა ვიცი, სამბეჭ დავიღო ძალიან რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი მოჭხუბარია, განსაკუთრებული მებრძოლია და იმედია ესე გააგრძელებს თავის ამ წონაში გაჩერდება უკვე ესე გააგრძელებს და ამ წონაში რომ 5 დაცვამდე ამ წონაში არავინ არ ასულა რა, 4 თუ 5 დაცვამდე. 5-ჯერ რომ დაიცვას ამ წონაში ქამარი თოფურიამ, ხო? იმიტომ რომ ეს არის UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული ძიმე წონის მერე lightweight-ში არის ყველაზე რთული დაიცვა ქამარი. ყველაზე ნაკლები ქამრის დაცვა ერთ ადამიანს ზედიზედ ყველაზე ნაკლები აქვს ძიმე წონაში და მე lightweight-ში ამ წონაში. დანარჩენ წონებში ახლა 205-ში ჯონ ჯონს აქვს 10 დაცვა თუ რაღაც 15, იქ ანდერსონ სილვას აქვს კიდე 10 თუ 12 დაცვა middleweight-ში, 170-ში GSP-ს და უსმანს აქვს ბანთამვეიტშიც ყველა წონებში. ძალიან რთული არის, მგონი 3 არის მაქსიმუმი, ხო, ნუ ბანთამვეიტში. bantamweight-ზე და flyweight-ზე აბსოლუტურად უფრო ისეთ ცოტა მომძიმო წონებზე ვილაპარაკოთ, სადაც ბევრი ნოკაუტები და რომი რაღაცა. რაღაც ჭოლის დონეზე რა მე მგონი რომელიღაცა პოდკასტში თქვა თოფურიამ რომ 30 წლამდე იბრძოლეს და შემდეგ შეეშვება ბრძოლას. კი, მეც გავიგე ეგ სადღაც. რაღაც ეგეთ ხო და რავი 30 წლამდე რამდენს მოასწრებს 28-საა ეხლა. ბიჭო, ამჯერა მე მაგის რომ ილია 30 წლისა დაამთავრებს კარიერას. ილია თოფურია სულით ხორცამდე მებრძოლია. ვერ შეიძლება ესეთ ასაკში 30 წელს რო იქნება ილია მხოლოდ მაშინ იქნება პრაიმში და უბრალოდ რო ნახავს დარბაზში რო წავა და რო ნახავს როგორ ფორმაშია, როგორ ხოძეა და ასე შემდეგ, ვერ შეიძლება ეგ ჩხუბს 30 წლის ასაკში. ბევრი მინახავს მე მოჭხუბარი, მაგარი ჩემპიონი ადრევე ხდებიან და ამბობენ რომ აი 30 წლისა, 32 წლისა წავალ, ჩამოვკიდებ ფერჩატკებს და ესე შემდეგ, მაგრამ არ აღმოჩენილა ეგ მთლად სიმართლე რა, იმიტომ რომ ვერ ელევიან მოჭხუბრები. ძალიან ყველაზე ხო, რთული არის. მაგაში გეთახვები, კი. მე ესე ვფიქრობ. ყველაზე რთული არის დამშვიდობება ამ საქმესთან რა. და ხო, იმის ნუ აღიარება. სრულიად მაინც არ დაემშვიდობები, მაინც ივარჯიშე, მაინც დარბაზში იქნება, მაგრამ ნუ ის ადრენალინი, რასაც მაგრამ ის ვიწიბრი გამოყოფს, ნუ ეგ რო არ გექნება, ეგ დაგაკლება ძალიან და კი. ხო, ყველაზე მართალია. მეტად ეხა მე ჩემ ასაკში ყველაზე მეტად მენატრება აი კლეტკის ჩაკეტვის ხმა. და ყველაზე მეტად მე მაგიტომ მინდა. ხარ მისმის. აუ როგორ არა, რამდენჯერ გავიგე. მე მესმის ეს რო გაცხადეს ვერ იქ წამყვანი ხო არის და ის რო გაცხადეს აი მე იმხელა დარბაზში არ მიჭუბი არასდროს რამ ხელაში შენ და ამიტომ ყველაფერი ისმოდა იქ რა. აჰა. ვინ ყველას დაძახილიც გესმოდა, ვინ რას გეუბნებოდა. ვიღაცა მეძახდა ქართოლის მეძახდა ოჯახზე იფიქრეო ერთხელ ვაგებდი და რაზე იფიქრეო? ოჯახზე იფიქრეო. ანუ мотиваციის მოცემას ეცა და უფრო რომ ვიწოლოდი ალბათ სავარაუდოდ. აქ სიტყვებით. ნუ იცი რა, რისთვის ბრძოლობ გააჩნია რა, ზოგი ბრძოლობს ოჯახისთვის, ზოგი ბრძოლობს ქვეყნისთვის. ხო, ნუ მაგრამ ასე თუ ისე მაინც შენი საყვარელი ხალხისთვის ბრძოლობ რა და როცა უკვე ბრძოლაში ხარ იქ ემოციები ირთვება რაღაცა და რაღაცეები შეიძლება დაგავიწყდეს და რისთვის აკეთებ ამას გაგიაზროს იმაზრება რომ რისთვის ვაკეთებ ამას ხო არ დავნებდე მაგრამ უკვე იმაზე ფიქრს რომ დაიწყებ რომ რისთვის აკეთებ ამას უკვე მან დანებების უფლება აღარ გაქვს და ამიტომ აწვევი ბოლომდე შენი არ ვიცი და მე პირადად ყველაზე მეტად რაღაცა ბავშვობის რაღაცა რომ ახსენდება აი რამე დედაჩემის ბავშვობის რაღაც სიმღერა ან რამე ისეთი მომენტი ჩემი ბავშვობიდან აი მაგ დროს მინდება ხოლმე ყველაზე მეტად ჩხუბი რა მაგ დროს მომდის იგივე რაღაცა სასწაული ისა რა და მეორე მანქანაში რო არის და ვიღაცა რო უსიგნალებს ან ნელა მიდის ან არ უშვებს და ხოაზე ხარ მაგ დროს რა პრობკაში რა საცობში მაშინ არის მაგარი მკვლელი კიდე რომი რა I'll kill you You're listening to Fight Pod Georgia.
weekly MMA podcast with the Kartvelians. აი, მოდი აბა ვთქვათ, ეხლა მე დღეს ვთქვი ლაივში #ჩემი YouTube არხი გამოიწერეთ უყველამ რომეო ცენტერაძე. მე დღეს ვთქვი ლაივში ეგეთი რაღაცა, ჩემი აზრით, ილია თოფურიას მომდენო ბრძოლა იქნება Madison Square Garden-ში ნოემბერში წლის ბოლო ქარtზე. ნოემბერ-დეკემბერში ალბათ. ყველა წლის ბოლოს ყველაზე დიდი ქარდი ტარდება, რა თქმა უნდა, ნიუ-იორკში, მსოფლიოს ერთ-ერთ მეგაპოლისში. და აი ვარსკვლავებით არის დატენილი ხოლმე ეგეთი ქარდი Madison Square Garden-ში და ილია როგორც ამ პრომოუშენის დღესდღეობით ყველაზე დიდი ვარსკვლავი, რა თქმა უნდა ჩასვან წლის ბოლოს, ჩემი აზრით, ნოემბერში Madison Square Garden-ის ქარდში რა. ეგ იქნება ყველაზე ლოგიკური ახლა. და ალბათ სავარაუდოდ ან ცარუკიანთან იქნება, ან პედისთან, ჩემი აზრით რა, თუ რამე ისეთი არ მოხდა გაუთვალისწინებელი. თქვენ როგორ ფიქრობთ, მეთანხმებით თუ არა? გიო, შენგან დავიწყო. უცებ ჩემი შოუ გავხადეს, ხო ხედავ? მე გავხდი ჰოსტი უცებ. შენ გახდი და მე გავსუქდი. ეგ არაფერი. მართალია მე გავხდი. ბიჭო, რავი, ჩემი აზრით, როგორც ჩანს, აწვევიან, რომ იყოს პედი პიმბლეტი, მაგრამ მეორე ვარიანტი არის ის, რომ დეინას ეს არ უნდოდა და ეს ჯოუ როგანმა დაიწყო რა, როცა თქვა, რომ აბა, იმიტომ რომ თავიდან რა ორივე ახსენა იგივენაირად, ანუ ორივე ახსენა რა ილიამ რა, მარტო პადი არ უთქვია რა, აქ არიანო რა, კატებიო რა, აქ არიანო კატებიო და ერთი არისო ისა ქერა კატაო, მაგარი ნაშა არისო და მეორე არისო, რომ როცა საქმეზე მოდისო, ან ფეხით კივა, ან ზურგიო, ან რაღაცად კივა რა, ეგ თქვა. ანუ ორივე ახსენა და მე ეგრევე ჯოუ როგანი შეახტა და იძახის რომ პადი პიბლეთ მოდი შემოდი შიგნითო რა, ხო და ანუ ეგ მიაწვა ჯოუ როგანმა. და მე დეინა ვაიტმა თქვა რომ არაო, თუ რაღაც დიდად არ აყვა ამას, მე იყო ისა რა ქვია იმას, ჭორები იყო რომ ვითომ ჯასტინ გეიჩისთან აქ დაბუკ ისა ჯასტინ გეიჩის უნდა შეხვდეს პადი პიმბლეტი, მაგრამ მე თქვა პადი პიმბლეტმა რომ არაო, ვერ დავიკლეფო თუ რაღაც ვერ შეხვდებიო მაგ დროსო და ყველაზე დიდი ფულიანი ბრძოლა შემდეგი არის ეხლა, რა თქმა უნდა, თოფურია პადი პიმბლეტი, მაგრამ ჯასტინ გეიჩის გონი კიდე რაღაცა შეიძლება საქმელი კონდეს, იმიტომ რომ აქ არის ეხლა წარმოვიდგინეთ, არმან წარუკიანი, პადი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჩი და ილია თოფურია რა. ამ ოთხიდან უნდა დაეჯახნონ, ხო, ერთმანეთს რა. ხო. და არ ვიცი რა, ბენო. მაგრამ მე უფრო აქცენტი ანუ რაზე მაქიცი, ახლა ბენოსთან გადავალ, მე უფრო ვფიქრობ, რომ და რავი, შენც მითხარი რას ვიგო, მე უფრო აქცენტს ვაკეთებ იმაზე, რომ როდის იჭუებს თოფური, ანუ ეგ აინტერესებს უფრო ხალხს, უკვე ვის ეჭუება, ეგ უკვე ანუ ილია არის უნიკალურ პოზიციაში ისეთში, რომელშიც მოჭყურები ძალიან იშვიათად მოდიან და ძალიან ცოტას ერთეულებს ემართება ეგეთი რაღაცა. ტაისონი იყო ეგეთი პოზიციაში ერთ პერიოდი თავის კარიერაში, როდესაც ვისაც არ უნდა ეჭხობა, ნებისმიერთან შეეძლო მარტო თავისი სახელით გაეყიდა main event-ი, იმიტომ რომ ტაისონი ვიღაცას ეჭხუება, ანუ არ ქონდა მნიშვნელობა ვის ეჭხუებოდა. უბრალოდ ტაისონი ჭხუბობს და ვიღაცა პეტრე პავლესთან და всё, იყიდება. ეგრე იყო ფლოიდის. ფლოიდი ჭხუბობს, ყველას ფლოიდი აინტერესებს, ვისთანაც უნდა ყოფილიყო რიკი ჰატონი იქნებოდა თუ რა ქვია, აი, კადის სახელով დაგავიწყდება, კაც არ აქვს მნიშვნელობა. თავარი იყო რომ მეივეზერი ჭხუბობდა და მაგისტრის მოდიოდა ხალხი და ჩემი აზრით გონი ილია თოფურიას ამ პოზიციაში ახლა ილია ჭხუბობდეს და ვისთან იქნება არ აქვს მნიშვნელობა, ხალხი ჩაერთვება საყურებლად. უბრალოდ ჩემი აზრით საკითხი მთავარი აქ ის არის, რომ როდის იჭხუბებს ილია რა და მე ვფიქრობ, რომ იჭხუბებს ნიუ-იორკში მომდენო ჭხუბს Madison Square Garden-ში, ეგ იქნება ყველაზე ლოგიკური, ჩემი აზრით. და ნახოთ გამართლება თუ არა. და ამაზე რას ფიქრობთ თქვენ, ეგ მაინტერესებს. სავარაუდოდ ეგრე იქნება. რავი, ილიას რო კითხო, რაც შეიძლება მალე უნდა ბრძოლა, თვითონაც თქვა, რომ
შემდეგ ივენთზეც ვიბრძოლებო, მაგრამ ნუ ეხა ილია ისეთ სახელია, რომ უკვე წინასწარ ჭირდება ყველაფერს დაგეგვა და ძალიან დიდი ო, ივენთის შექმნა და სავარაუდოდ წლის ბოლოს იბრძოლეს, წელს ერთ ბრძოლას კიდევ ვიხილავთ ილიასას. ვის წინააღმდეგ ვფიქრობ, რომ პედი იქნება ისევ რა. იმაზე რა აზრიც ხართ ეხა, რომ 170-ში ავიდეს ილია. მახაჩევი მის ბრძოლის შემდეგ აუ სახელი დამავიწყდა. ეხა ჩემპიონი ვინაა 170-ში? ჯეკ დელა მადალენ. მადალენასთან. მაგაზე გიო გეტყვისა ვინ პირველი. რა ჩემი აზრით, ეგ არის ილიას მისია რა და ის უნდა გააკეთოს, რაც არავის არაა გაკეთებული და ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, შეუძლია რა, იმიტომ რომ კი, პატარა არის, მაგრამ ტექნიკურად იმდენად მაგარი არის, რომ რავი, მართლა შეიძლება რომ გახდეს ჩემი აზრით სამი დივიზიონის ჩემპიონი და მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეგ შეუძლია. მოხდება თუ აუ არა, ეგ უკვე წარმოიდგინეთ, ეხა სამი დივიზიონის ჩემპიონი ილია თოფურია, ქართველი, აა არ ვიცი. ბაზარი არა, რა თქმა უნდა, გადასარევად წერს. მაგრამ რა ხა მე რაც არ უნდა ვაქო და ვადიდო ილია თავისი საბრძოლო უნარებით, IQ-თვის თუ ის და რაღაცეებით, როგორც კი ოდნავ რაღაცა ისეთ სიტყვი ცოტა ციდან ქვემოთ ჩამოიყვან, ხალხი ეგრევე რაღაცების ცილის წამებას იწყებს და ამიტომ ილიას 170 ფუნტში ასვლაზე მე აღარ ვაკეთებ კომენტარს რა. არ გიძლია რა შენ მაგ ამბის ხო? ბიჭო, სანამ სანამ არ ხო, ეხლა ეს ამ წუთას ესე ვთქვა, ამ წუთას სკეპტიკულად ვარ მე განწყობილი მაგაზრის მიმართ რა. ეხა არის დამოკიდებული იმაზე, რომ JDM და მახაჩევის ბრძოლა როგორ წავა. ეგ არის მთავარი ეხა რა. წარმოიდგინე რა პრიკოლი იქნება ეხა ნახაჩევმა იქაც რომ მოიგოს კამარი ეს რო ავიდეს იქაც და იქაც რო არ დაიწყოს იმან არ ვიჩხუბებით ოხურიასო აი მე რე იქნება პრიკოლი მედოვეჩი რო ავიდეს მე არა. მე რე გააჩერებ შენ ქართველებს დაღესტანელებს დაცინვას და იმას ვეღარ მოთოკავ ხალხს მე არ ვიცი როგორ მიიღებდნენ და მაგრამ მთლიანად MMA-ის სამყარომ მაგრამ მიიღეს ეს. ანუ რომ დღესდღეობით pound for pound-ი რო გახდა ილია თოფურია, ეს ყველა მიიღო თითქმის, მე როგორც შევატყე რა და აღიარეს რომ კი იმსახურებს, მაგრამ ძირითადად იმასაც იძახიან, რომ ანუ ეხა თუ მახაჩევმა დაამარცხაო JDM-იო, ისევ pound for pound იქნებაო, ხონა. რავი, რეალური შანსი არის, რომ ეხა ჯონ ჯონზი რო ყოფილიყო, ეხა pound for pound ნამ პირველი და ილია მეორე, ხო, მაშინ ვერ მოხდებოდა ეს დაჯახება, მაგრამ ესე ახლოს რო არიან მაინც, ანუ დივიზიონებით შეიძლება დიდი იყოს მახაჩევი, მაგრამ ხო ხედავთ, აი ჩვენი კაცი პატარა არის, მაგრამ თავს აძრობს ყველას რა და ტექნიკურად არის ყველაზე მაგარი ჩამოყალიბებული ყველა სფეროში, არა ბოქსინგში. ანუ იგი არც ყველანაირად თუ ისე პატარა, კი, ნუ სიმაღლეში პატარაა, მაგრამ კუნთის მასა აქვს ძალიან დიდი. ძვლები აქვს ბიჭო სქელი ძვლები აქვს რამ ხეს სქელი ისე ძვალი მაჯები კუნთის აქვს მასა აქვს, რავი. მაჯებს უყურებ ხოლმე ამჯერა რომ ამ სისქე მაჯები აქვს რა ჰალკივით ხელები აქვს ჩემ კი. აი მაჯები იმენა მაჯები რა როგორ ფიქრობ თქვენ ბიჭებო ძმებო რა განაპირობებს ილია თოფურიას აი ესეთ განსაკუთრებულობას ამ სპორტში რამდენად რამდენად არის განპირობებული ეს გენეტიკისგან რამდენად არის განპირობებული ვარჯიშისგან რამდენად არის განპირობებული წვრთნისგან სპეციფიკური და ასე შემდეგ ყველაფერი, კი, ყველაფრისგან არის განპირობებული ესე გენეტიკაც აქვს. ნუ ქართველებს გვაქვს ეს გენეტიკა, რომ ბრძოლაში კი, მაგრები ვართ. რა იცით, scientific კაცია ილია, უფრო უჯერებს სხვას რა, ანუ არ არის ის რომ აი სავეწისეულში როგორც იყო და აი წესდალი არ შეიძლება ვარჯიშის დროს და რამე, ეგეთი ტიპი არა საერთოდ. იქ თავისი აღდგენითი ვარჯიშებიც აქვს. აა ნუ შეცვლილია საერთოდ სხვანაირად ვარჯიშობს, საერთოდ სხვა ტიპია. ის რომ დადგეს და მხოლოდ ის სპარინგოს ან მარტო ილითები ამუშაოს, ეგეთი ტიპი არ ჩანს.
რაღაც სხვა საქმე მიგნებული და იმ სხვას აწובה და კი კი მუშაობს ეგ სხვაც. ძალიან რთული საპასუხო არის რა შეკითხვა იმ აი მერაბზეც რო იძახიან რომ რატომ აქ ესეთი მაგარი კარდიო რა ხოაზე ხარ რა და ანუ ისეც არაფერს არ აკეთებს რომ არავის არ უნახია ხოაზე ხარ ან დარბის ან ცურავს და ყველა მიცის ეხა კარდიო როგორ უნდა ივარჯიშო უნდა აკეთო ხო უნდა და სულ მუშაობს და ილიაზე არ ვიცი რა მე მარტო დავარქმევდი მაგას რომ ეს არის ყველაფერი ღმერთის გეგმა და მისი მისია ამ პლანეტაზე და მაგიტომ ვართ ჩვენ ეხლა აქ დავსაუბრობ მასზე მაგრამ ჩვენთან არის კიდე ბენო ადამია my brother the future is yours bro we're in your world კი, უფლისწყალობით იქნება ეგეც რა, შრომა უფლისწყალობით აუცილებლად იქნება. გენო ცოტა ღირბალია საჭირო ეხა უკვე შენ ისეთ სტადიაში ხარ დიდი ხანია მე არ მინახავს შენთვის ვიღაცას დემიჯიც აი რამე ისეთი სერიოზული დემიჯი მაინც მოეყენებინოს ჭხუბში იყო ეგეთი პერიოდებიც მაგრამ მაგ მაგ იმ ბენო ადამიანს წლების წინ დღევანდელი ბენო ადამიანი რო შეხვდეს ერთ რაუნდში მოუგებს ალბათ რა კი, მაგრამ კი, იღბალიც ეგრეთი. კაი ესეთი ბევრი რაღაცები შეიძლება წავიდეს არასწორად ახლა ნუ მისცეს იმ კაც ჭხუბი და რას ვიზამთ შეარგოს ღმერთმა ხო აწი აზრი არა აქვს ისეთი რაღაცები მინახავს მეც ისეთ კაი მოჭხურებს და კაი ხალხს არ გამართლებია სამწუხაროდ ხდება ეგრე რა ბევრი მინახავს ეგეთი ძალიან და ცხოვრების ნაწილია და ამ სპორტის ნაწილია ეს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ვერ ვიტყვი მაგრამ ნუ ესია რა ვერ გაიგებ ვის რატო არ უმართლებს ვის რატო უმართლებს ზოგ შეიძლება ისეც გაუმართლოს და სადღაც გავარდეს საერთოდ რო არ იმსახურებს ზოგადი გადმოსახედიდან და ვაფშე არის მაგრამ ზოგჯერ პირიქითაა რა ადამიანი რომელიც ნიჭიერიცაა შრომობს კაი ადამიანია კაი პიროვნებაა მაგრამ აი რაღაცა აჩერებს რაღაცა ბლოკავს ცხოვრებაში და იმედია ამ დამთავრდება ეს უიღბლობა ეს რამოდენიმე წაგებული ჭხუბით შენი ბიზნესის ხვებისი და აი ხა დაიწყება უკვე ისე უკვე მაღლასვლის ფაზა და მაღლასვლის ეტაპი ქართული მებრძოლებისთვის იმიტომ რომ ეს ცოტა არ იყოს ახლა UFC-ს ტრიუმფებს თუ არ ჩავთვლით მერაბისგან და ილიასგან ეს ზაფხული ცოტა არ იყოს ჩაგვივარდა ჯერჯერობით რა სხვა მხრივ და აუ იმედია ეს ბოლო იქნება და დიდი ხანი არ მოგვიწევს ესე ჩამოშვებული ცხვირებით ჯდომა რა იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნები ჩემზე მაგრამ მოქმედებს ეგეთი რაღაცეები ვიცი გიორგიზეც ეგრეა ეს ვაფშე მანიაკია ჩემზე უარესია და არაფერი არ ჩაგვივარდა ყველაფერი არის გამოცდილება შესრულება გულით და ფიზიკურად და არასდროს დანებება რა და ეგ არის მეომრის სული ბენო შენ ეს გაქვს რა ვიცი ძირითადად ქართველებს ეს გვაქვს ჩვენ რა და მაგიტომ არის რომ დღესდღეობით ქართული დროშა არის MMA-ში აი როგორც Barnhill Brothers ახსენეს პირველი ყველაზე წამყვანი ქვეყანა ამ სფეროში MMA-ში კომბატ სპორტში რომელიც არის ყველაზე brutal ყველა დარბაზში არის ჩვენი დროშა ყველა დარბაზში აბსოლუტურად ყველა MMA-ის დარბაზში და უკაცრავად არა მარტო MMA-ის Barnhill Brothers-ად შეეხება კი ძალიან სერიოზული პლატფორმა აქვს და შეიძლება მალე კოლაბორაციას მოხდეს მაგათთან საუბრებში ვართ და ვნახოთ რა იქნება ძალიან ხშირად საუბრობენ ქართველებზე ქართულ MMA-ზე და შეიძლება ნახოთ ხო, ნუ წაგებებიდან საჭიროა სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და გაუმჯობესოთ ის რაც ან უყუროთ იმ ბრძოლებს რა წავაგეთ რაში ვართ სუსტი და გავაზლიარდეთ იმაში რაშიც ვართ სუსტი რა უსაშველო არ გჭირს არაფერი, შეგვიძლია ყველაფერს უშველოთ, სწორი მიდგომით რა. ახლა არც მე, არც ბიძინას იმ ბიჭებს, ვინებაც ახლა წავაგეთ ამ ბოლო დროს, არ გვაკლია არაფერი რა. უბრალოდ უნდა გამოვიტანოთ სწორი დასკვნები, თუ რატო და რის გამო მოგვივიდა ის, რაც მოგვივიდა.
ერთი ვისაც ვადანაშაულებ ჩემს წაგებაში არის ჩემი თავი, მხოლოდ და მხოლოდ. შემეძლო რომ უფრო მეტიც გამეკეთებინა, კი, შეიძლება რაც გავაკეთე ჩემი აზრით საკმარისიც იყო მოგებისთვის, მაგრამ უნდა გამეკეთებინა უფრო მეტი, არ უნდა მიმეყვანა საჯებამდე. ნეცი ბევრი ფიქრები მაწუხებს ხოლმე ბრძოლის შემდეგ და რა ვიცი. ძალიან დამნაშავედ უგრძნობდი თავს, რომ რატო არ გავაკეთე კიდე უფრო მეტი და ამის გამო მაინტერესებს კიდე თქვენი აზრი, აი ახლა რომ მოვრჩებით პოდკასტს, შემდეგ გამგიგზავნით WhatsApp-ზე მაგის ვიდეოები და განახლებთ. და ძალიან მაინტერესებს თქვენი ობიექტური აზრი, ოღონდ დაივიწყეთ რომ იცნობ, დაივიწყეთ რომ მეგობრობ, ძმაკაცობ, საერთოდ დაივიწყეთ, ამოიგდეთ ეგ თავიდან. უბრალოდ მაინტერესებს ობიექტურად გამიხარდა რომ ბოლოს მაინც ვნახავ ამ ბრძოლას რა, იმიტომ რომ გავათენე და უყურე ლაივში. ბიძინამაც ეგ გამიგზავნა თავისი ბრძოლა, მაშინ ორი რაუნდი ვნახე, მესამე ვერც ვნახე. არა, მესამე არ ხო არ. მე უყურე ბიძინას ბრძოლას. მესამე რაუნდი აშკარად მოიგო, კი, შეიძლება და მეორე მესამის მიცემა. კი, მესამე უეჭველი მოიგო, ძირითადად ძირს ყავდა, კონტროლი იყო და პირველი და ორი პირველი ნოკდაუნი იყო ბრაზილიელის, მეორე თანაბარი იყო, ძალიან ახლო ბრძოლა იყო მეორე რაუნდი. კი, პირველში იყო ბოლო მომენტში შეიძლება და გასულიყო აქეთაც. ხო გახსოვს ბენო, პირველიც თანაბარი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ნოკდაუნი ქონდა იმას და მაგ პონჩი წაიღო პირველი. აი, მაგის გამო ვფიქრობ, რომ მაგის გამო მიცემდნენ მას და მეორე რაუნდი ძალიან ახლო იყო, ძალიან ახლო. კი. აი, ბიჭო, და ის ბრაზილიელი თითქოს ძალიან დარწმუნებული იყო მესამე რაუნდში, რომ არაფრის გაკეთება აღარ უნდოდა. ან დაღლილი იყო ან რაღაც, იმიტომ რომ მესამეში ვაფშე აღარ იყო კაცი და ეს რო 5 რაუნდიანი ბრძოლა ყოფილიყო, არ ვიცი რა. ხო გესმის, ანუ ეგრე დარწმუნებული ვერ იქნებოდა. უბრალოდ მესამე რაუნდში მოვიდი ჯანზეო, როგორც ამიხსნავე ბიძინამ. რა არიცი? ეხა ბოლო ორი ჭუბი ბიძინამ თითქმის მივიდა ბოლომდე წონისკლებით, ჩაეშალა ბრძოლა. მერე კიდე ისევ მივიდა ივარჯიშა, ისევ გაიარა, მივიდა წონისკლება დაიწყო, ისევ ჩაეშალა. ორგანიზმია, ტერმინატორ რობოტი ხო არ არის არა? რა იცი რა ხდება, იქ მეტაბოლიზმი, ცვლილებათა ცვლა, ამდენი მომატება, ამდენი დაკლება, ამდენი დიეტა, ამდენი ვარჯიში დაუსვენებლად თან. ეხლა რო ივარჯიშებ, მიიყვან წონას ბოლომდე ჩააბარებ, მერე იჭხუბებ, მერე ისვენებ, ხო? ცოტა ასვენებ ორგანიზმს, მერე აგძელებ ისევ. ამას არ დაუსვენია. დაიწყო კემპი, დაიწყო დიეტა, გაცვდა ორგანიზმი, ჩაიშალა ჭუბი, მერე ვარახ თავიდან. წამოვედით პირველი მასე. მერე ისევ იგივე პროცესი და ანუ ესეც მერე ნერვებზეც მოქმედებს, ფსიქიკაზე მოქმედებს, ამ ყველაფერმა პოვა გავლენა და მითხრა, რომ პირველ რაუნდში ძალა ვერ ვიგზენიო ვაფშე. თითქოს ძალა არ მქონდა რომ მოვკიდე ხელი, ან ვიჯანი რაც მაქვს ხოლმე რომ შემიძლია ავწიო ადამიანი და დავახეთქო და გადმოვიყვანო და გადავიყვანო, არ მქონდა ვაფშე. რა მესამე რაუნდამდე ჯანი ვერ ვიგზენიო რა. ხო და ანუ გაიღვიძა რა თავიდან, მაგრამ ბოლოს იყო ძლიერ დაამთავრა და აი ბიჭო, სასაცილო ის არის რომ ჯოშემიც რო შეეკითხო ეხა რა, ჯოშემიტმა გაუძლო ილიას 5 რაუნდი რა და აუ შენ რა მაგარი ყოფილხარ რომ ყველა ეუბნება ჯოშემიც რა და ჯოშემიტმა ესე თითქოს არა ხუმრობით აშკარად, მაგრამ ნუ თავდაჯერებით მაინც თქვა რომ კი ძმაო, მე კი არ დავმარცხდიო, უბრალოდ დრო აღარ იყო რა, ხო გესმის რა. მაგრამ ამ ბრძოლაში ბიძი არის დამარცხებული. ერთადერთი ბრძოლა, სადაც მე მგონი 10-7 დაიწერა ჩემი ქულებით ერთ რაუნდში. მე მოდი რა უცებ გავახსენებ ხალხს, რომ ჩვენ ვართ Fight Hop პოდკასტი, პირველი ქართული დამოუკიდებელი შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი YouTube-ზე, Apple Podcast-ზე, Spotify-ზე. რომეო ცენტერაძეს კიდე თავისი პლატფორმაც აქვს YouTube-ზე, რომეო ცენტერაძე MMA გამოიწერეთ აუცილებლად და გაყევით და არ დაივიწყოთ, რომ შეიძლება ყოველთვის მოგება არ იყოს, მაგრამ ერთგულობა და მიწოლა ბოლომდე. ამინ. ქმნის ჩემპიონებს და ბენო არის ჩემპიონი კაცი. გენაცვალე ბენო. გაიხარ, გიო, რობი მადლობა. You tune into the Cartwellians on the Fight Hop podcast. Fight Pod.